მე ვარ ლევანი 53 წლის და სრული კურსი გავიარე გამოსავლის სარეაბილიტაციო ცენტრში. პირველად გამოსავალზე გავიგე ჩემი ბავშვობის მეგობარისგან, ვინც გაიარა ეს კურსი. თავიდან რომ ნახე დამელაპარაკა, მაგრამ არ მქონდა ჩემი თავის იმედი და საერთოდ არაფრის იმედი მქონდა, გადაწყვეტილი მქონდა ყველანაირი იმედი, სადღაც წელიწადი უყურებდი ჩემ მეგობარს და ერთხელ ენეიზე წავიყვანე მანქანით, მე თვითონ მისამართზე მივიდიოდი და ის ენეიზე მიდიოდა. დავინახე რომ ძალიან ბედნიერი იყო, ძალიან საღათ აზროვნებდა და აი მან რაღაც მომენტში გადამიტრიალდა ტვინი და რამოდენიმე დღეში მივაკითხე და უთხოვე დახმარება, რომ წავეყვანე რეჰაბში, გამოსავალში და ნარკოლოგიურში დავწექი და სადღაც 23 დღეში ავედი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბიჭები ძალიან გვერდში მედგნენ. თვითონ მქონდათ გამოვლილი ეს გზა და ყოველდღე მეუბნებოდნენ რა როგორ იქნებოდა, რომ ყოველი დღე უკეთესი იქნებოდა და ეგრეც იყო. თავიდან ჩემთვის იყო ყველაზე რთული ის იყო, რომ საერთოდ არ მეძინა სადღაც 12 დღე საერთოდ არ მეძინა. რაც ჩემთვის ახლა თბილისში რო ყოფილიყავი წარმოუდგენელი იყო, ალბათ 2 დღეზე მეტი გამეკაჩა. მაგრამ იქ ჩემს გვერდზე იყვნენ ჩემი ანონიმური მეგობრები დღეს, რომლებიც ჩემს გვერდზე არიან ყოველთვის და მაგრამ ეხმარებოდნენ და ასე ვთქვათ გადავტეხე ეს 12 ღამე რაღაცნაირად. ეგ იყო ყველაზე რთული და მე უკვე კარგი დღეები წამოვიდა, ჩავერთე თავიდანვე ყველაფერში. და რა ვიცი, რაღაცნაირად სადღაც მე-20-21 დღეს უკვე კარგად ვიყავი ფიზიკურად. ყველანი რავი გვერდში მედგნენ, ბევრი რაღაცა ვისწავლე, დღეს როგორ უნდა მართო ჩემი თავი, ეგ ვისწავლე, რაც ყველაზე მთავარია. ფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქნებ ვიღაცამ ნახოს ისეთმა ადამიანმა, ვისაც მოტივაციას მივცემ იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებაში წავიდეს. მეც ეგრე წავედი ჩემი მეგობრისგან და რო დავინახე იქ რამოდენიმე ადამიანი, ვინც უკვე წლებია ფხიზელი არის, ეგ ძალიან დიდ მოტივაციას აძლევს, ვფიქრობ ჩემნაირ ადამიანებს და მაგიტომაც დავთანხმდი გადაღებაზე. ფაზებად იყო ეგ ეგრე ვიტყვი, სადღაც პირველი თვის ბოლოს ეს ფიზიკური ტკივილი რო წავიდა და უკვე რაღაცა ჯანზე მოვედი, ასე ვთქვათ, ცოტა მოვიმატე. და მერე იყო დაახლოებით, ანუ რაღაცა გრძელი გზნობები დამიბრუნდა, თითქოს აი ბავშვობაში რომ ბედნიერი ვიყავი, ეგ გზნობები დამიბრუნდა და მე თვითონაც გაკვირვებული ვიყავი თუ შეიძლებოდა ადამიანი ესეთი ბედნიერი იყოს. და ნუ შემდეგ ჩამოსვლა ალბათ ოჯახში და ჩემ შულთან ურთიერთობა, ჩემ ოჯახთან ურთიერთობა, ესეთი ბედნიერი არასოდეს ყოფილვარ მათთან ერთად. ძალიან რთული პიროვნება ვარ და რა ვიცი, ძალიან გამიჭირდებოდა დათანხმება, რომ წამოსულიყო, მაგრამ ალბათ რაღაც დონეზე ვეტყოდი იმას, რომ გვერდში დაუდგებოდი, რახან მე შევძელი თვითონაც შეძლებდა ამას, რაც ჩემთვის მართლა 2 წლის წინ წარმოუდგენელი იყო და ხელი მქონდა ყველაფერზე ჩაქნეული. ყველანაირად გვერდში დაუდგებოდი, მაგას ვეტყოდი, რომ დღეს ბედნიერი ვარ და მასაც შეუძლია მიაღწიოს ამას. მადლიერი ვარ პირველ რიგში ამ ჩემი ბავშვობის მეგობრის ლოყასი, ძალიან დიდი მადლიერი ვარ. გამოსავლის მადლიერი ვარ და მან ყველა მომუშავე პერსონაჟის, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარენ და ძალიან გვერდში მედგნენ, მაგათ გარეშე და მარტო მე ამას ვერ შევძლებდი. ჩემი შვილის მადლიერი ვარ, რაც პირველ რიგში პირველი მოტივაცია ეგ იყო, რომ გამოსულიყავი ამ მდგომარეობიდან. ჩემი მეუღლის, ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების მადლიერი ვარ და ჩემი ანონიმური მეგობრების მადლიერი ვარ ძალიან.